სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან ასმერ ქრისტეს მიერ საყვარელნო მანო და დანო გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს იხსენებას წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა 12 მოციქულთა ამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძრის დღესასწაულს, სვეტი ცხოვრის დღესასწაულს, რომელიც არის აშენებული წმინდა 12 მოციქულთა სახელზე. აქ ანალოგიაზე არის დაბრძანებული სვეტი ცხოვრის ხატი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 14 ოქტომბერს ჩვენ ვზეიმობთ უფლის კვართის და სვეტისა ცხოველმყოფელისა დღესასწაულს, ხოლო 13 ივლისს ჩვენ ვზეიმობთ 12 მოციქულის ხსენებას, რომლის სახელზეც არის აშენებული წმინდა სვეტი ცხოველი. ვიხარია, რომ დღევანდელ დღეს თქვენთან ერთად აღვასრულეთ საფრთხო მსახურება. წმინდა მოციქულებს გამორჩეული ადგილი უკავიათ ეკლესიაში. რამე თუ ისინი მხოლოდ მაცხოვრის მოწაფენი კი არ არიან, ისინი მხოლოდ კი არ არიან ის ადამიანები, ვინც ქრისტეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში ყველგან მიყვნენ, მასთან ერთად გაიზიარეს სიმძიმე მაცხოვრის ქადაგებისა, გაიზიარეს სიკვდილის შიში, გაიზიარეს შეურაცხყოფა მოყენებული ებრაელთა ერის მოხუცებისგან, დელთმოძღვართაგან, ფარისეველთა და თუ სხვა ვინმეთაგან. ისინი არიან, ვინც მაცხოვრის სიტყვა გაიტანეს და მოჰფინეს მთელს ქვეყნიერებას. ისინი არიან, ვინც ქრისტეს ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წევრებიც ავართ ჩვენ დღეს 21 საუკუნეში, ვინც ეს ეკლესია დააფუძნა და ყო ის შესაკრებელად ყოველთა მორწმუნეთა. მათ დროს პირველად ანტიოქიაში გვეწოდა ჩვენ, ვისაც წამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ქრისტიანები. მათი დროიდან არის ეგ სიტყვა ქრისტიანები, ანუ ქრისტესნი, ანუ ის ადამიანები, ვინც ქრისტეს შეუდგნენ, ვინც გაიზიარა ქრისტეს სიტყვა და ვინც შეიყვარა ღმერთი მთელი თავისი გულით, სულით, გონებით და ძალით, ვინც ცდილობს, რომ ღვთისმცნებანი აღასრულოს და ასე წარმართოს თავისი ცხოვრება. ისინი არიან ის ადამიანები, ვინც იქადაგა, რომ წარმოვიდგინოთ მათი ქადაგების მასშტაბი, ვინც იქადაგა ბრიტანეთის კუნძულებიდან, ესპანეთიდან, ანუ ატლანტიკის ოკეანის ნაპირებიდან, ვიდრე მონღოლეთამდე, ყაზახეთის სტეპებამდე და ინდოეთამდე. ვინც იქადაგა აღმოსავლეთში და აფრიკის
სანაპიროებზე. და რომ წარმოვიდგინოთ იმ დროს, როდესაც არ იყო სხვა სატრანსპორტო საშუალება გარდა თუ ცხენი, ჯორი თუ ფეხით სიარული და ხომალდით თანაც ნელი სულით მოსიარულე ხომალდით, რამე თუ მხოლოდ აფრებით შეეძლოს მაშინ გადაადგილება ხომალდებს, ამ ადამიანებმა შეძლეს უფლის სიტყვის მიტანა და დააფუძნეს ქრისტეს ეკლესია აი ამ უზარმაზარ ტერიტორიებზე. და ეს ეკლესია არსებობს დღევანდელ დღემდე. ქრისტიანობა ამ ტერიტორიებზე ყოველთვის არსებობდა, ხან იდევნებოდა, იყო შეჭირვებული, იყო მოწამე ეკლესია, მაგრამ 21 საუკუნემდე სახელი ქრისტიანებისა და ქრისტიანული ჯგუფები ყველგან იმ ძიმე გარემოშიც კი, როგორიც იყო ინდოეთი, სპარსეთი თუ მონღოლეთი, იმ ძიმე გარემოშიც იყო ქრისტიანული თემები. მცირერიცხოვანი, შევიწროებული, მაგრამ ყოველთვის ქრისტეს მადიდებელი. და ჩვენც საქართველოს ეკლესიის წევრები ვართ წმინდა მოციქულების ღვაწლით განათლებულნი. სამმა მოციქულმა, ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანულმა და მადათამ იქადაგეს უფლის სიტყვა საქართველოში. იქადაგეს სამხრეთ და დასავლეთში, იქადაგეს მთიან საქართველოშიც და აღმოსავლეთშიც. ჩვენ ვიცით გარდამოცემით, რომ მოციქულები თომა და ბართლომე თავიანთი მოგზაურობისას სპარსეთისაკენ და ინდოეთისაკენ მათაც გამოიარეს საქართველოს. ასე რომ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მიწა-წყალს ხუთი მოციქულის კვალი ატყვია. და მათი კვალი ხედავთ, რომ არ წაშლილა, რამე თუ ჩვენი ერი დღესაც არის ერი ქრისტიანი, ერი მართლმადიდებელი, ერი, რომელმაც პირველი საუკუნეების მოციქულებრივი სწავლება შეინახა და ამ სწავლებისათვის ჯვარს ეცვა. მრავალი სისხლი, ოფლი და ცრემლი დაღვარა, მაგრამ დარჩა ქრისტეს ერთგული. და როდესაც ჩვენ დავრჩით ქრისტეს ერთგული, მაშინ ღმერთიც ჩვენი ერთგული იყო და არის. და ამან შეგვანარჩუნებინა ჩვენ საკუთარი თავი. ამით შევენარჩუნეთ ჩვენი მიწა-წყალი. ამით შევინარჩუნეთ ჩვენი ენაც და ჩვენს მამა-პაპათა სარწმუნოებაც. მიუხედავად იმ დიდი ქალტეხილებისა, რომელიც თავს დამხდარა საქართველოს, ვინც არ ყოფილა, რომ არ გაუვლია და ლაშქრობა არ მოუწყვია ჩვენს მიწა-წყალზე. დაწყებული რომაელი თუ ბიზანტიელი იმპერატორებიდან დასრულებული რუსეთის იმპერატორები. მაგრამ ვართ ჩვენს მიწა-წყალზე. გამოვიარეთ არაბიც, სპარსელიც, მონღოლიც, თურქიც, მაგრამ ჩვენს მიწა-წყალზე ვართ. ჩვენს ენაზე ვსაუბრობთ და ვიცით ჩვენი სამშობლოს საზღვრები. და თუ დღეს ჩვენი სამშობლოს საზღვრები
შემცირებულია ჩვენ აუცილებლად უნდა წამდეს რომ თუ უკეთო ღმერთთან ვიქნებით მაშინ ღმერთი ჩვენთანა იქნება და ვინ არის ჩვენი ძლე მაშინ აღსდგება ჩვენი სამშობლოს საზღვრები მაგრამ ამას წინ უნდა უძღოდეს ჩვენში სარწმუნოების აღდგენა კი თითქოს ეს პროცესი მიმდინარეობს უпростоრად რომ ვთქვა ეს პროცესი დაწყებულია მაგრამ ჯერ ერთი ეს პროცესი არ არის საყოველთაო და მეორე კიდევ რომ თუ დღეს ჩვენ ვამბობთ რომ მართლმადიდებლები ვართ და იმასაც ვამბობთ რომ არათუ მხოლოდ მართლმადიდებლები არამედ ეკლესიურებიც ვართ და წავს ღმერთი ჩვენ ხშირად ვარღვევთ უფლის ცნებას ვარღვევთ ძალზე იოლად ვთვლით რომ თითქოს ეს ჩვენთვის არ არის ნათქვამი ჩვენ უფრო დარღვევა გვიოლდება და გვსიამოვნებს ვიდრე მისი შესრულება და უნდა იყოს პირიქით რომ უფლის სიტყვის შესრულება ვახარებდეს ჩვენ ისე როგორც ახარებდა ჩვენს წინაპრებს ისე როგორც ახარებდა ჩვენს დიდ მეფეებს მეფე ვახტანგს დავით აღმაშენებელს თამარ მეფეს ერეკლეს ღვთის სიტყვაში პოებდნენ ისინი ძალას იმიტომ რომ ხედავდნენ რომ სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა მათ გაემარჯვათ დიდგორზე და შამქორზე რომ არ ყოფილიყო შეწევნა ღვთისა არ ყოფილიყო შეწევნა წმინდა დიდმოწამე გიორგის თუ მთავარანგელოზი მიქაელის როგორ უნდა მომხდარიყო ისე რომ ეს ერი არ გადაჯიშებულიყო არ გადაგვარებულიყო არ დაეკარგა თავისი ენა არ დაეკარგა თავისი ცნობიერება თავისი ქართველობა ეს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან კავშირში და წმენის სიძლიერეში მოხერხდა და შემდგომშიც ასე იქნება სხვა გზა ჩვენ არ აქვს იმიტომ რომ უფალი ამბობს ვინც სადაც ჩემი არ სწამს იგი აწვე დასჯილ არისო სასჯელი უფლისაგან ყველაზე მეტად რაც უნდა ადამიანს ადარდებდეს ეს არის ის რომ ადამიანი მოაკვდება მარადისობას მოაკვდება ცათასასუფეროს მარადისობა რომლის თანაზიარი ადამიანი ხდება იწყება დედამიწაზე ადამიანი ღვთის მორწმუნე გრძნობს ღმერთის სიახლოვეს და გრძნობს რომ მარადისობა აქ დედამიწაზე იწყება მარადისობის კვიდრი აქედან ამ წუთის სოფელში ყოფნის დროს ხდება ადამიანი და მაშინ მარტო ადამიანი კი არ არის მარადისობის თანაზიარი იქ უკტავებაში და მიღმიურ სამყაროში არამედ მარადისობა შემოდის აქ ამ წუთის სოფელშიც მარადისობა მოქმედებს
მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში და იმ ადამიანებისა ვინც მის ირგვლივ არის. ამ მარადისობას უზიარებს ადამიანი, ვინც ეზიარა მათ სული საწმინდისა. და ღვთისწყალობით მრავალნი ყავდა ჩვენ წმინდანები, ვინც მთელი ერი გავხადეს ჩვენ ამ მარადისობის თანაზიარი და მარადისობა წუთი სოფელში გადმოიტანეს და ამ მარადისობამ შესძინა თავისი თვისება საქართველოს და ქართველ ერს და ამით გადავრჩით ჩვენ. ამით გადავრჩით. ეს მარადისობა, მიღმიური მარადისობა ჩვენს წუთი სოფელშიც მოქმედებდა. ამისათვის ეწამნენ 100,000 მოწამე, 6,000 ბერი, ქვათახევის მოწამეები, ჩვენი წმინდა მეფეები, არჩილ, ლუარსაბ, ქეთევან, შალვა, ელიზბარდა, ბიძინა. ამისთვის გაწყდა აღამაჰმად ხანის დროს თბილისის მოსახლეობა და სამღვდელოება დედაქალაქისა. ამისთვის ხდებოდნენ მე-19 საუკუნეშიც ჩვენი თანამემამულენი ლეკთაგან თუ იმპერიის სალდატთა ხელისგან, იმიტომ რომ იცავდნენ და მისდევდნენ მამა პაპათა ტრადიციას. ადათ-წესს არ იშლიდნენ. და დღესაც ჩვენ ასეთი ჟამი გვაქვს, რომ ჩვენ არჩევანის წინაშე ვართ. დავრჩეთ ქართველები ჩვენი ცნობიერებით, არა დამახინჯებული ცნობიერებით, არამედ ცნობიერებით, რომელიც ერს აღამაღლებს, მას შვენიერებას შესძენს და კაცობრიობის მარგალიტად წარმოაჩენს. თუ დავკარგოთ ჩვენი ადათი და წესით, ჩვენი ცნობიერებას და დავემსგავსოთ ვიღაცას, არ აქვს მნიშვნელობა ვის ვიღაცას. იმიტომ რომ მოგვეწონა მათი ბრჭყალებში თავისუფლება. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩემი პირადი ქრისტიანობა არ არის პირადი მხოლოდ. თუ მე მინდა ცხოვრება, მე ცხოვრება მინდა იმისათვისაც, ვინც მიყვარს. და მე თუ მიყვარს ჩემი ოჯახის წევრი, მიყვარს ჩემი ნათესავი, მიყვარს ჩემი მეგობარი და მეზობელი, აქედან გამომდინარე მე მეყვარება ჩემი კუთხეც და ჩემი სამშობლოს ყველა კუთხე და იქ ცხოვრები ადამიანი და მათთვისაც და მთელი საქართველოსათვის მენდომება, მეცხოვნება და ღმერთთან ერთად ყოფნა. ამიტომაც ჩვენი სარწმუნოება არ არის მხოლოდ ჩვენი რაღაცა მე ვცოდე თუ არ ვცოდე. თუ მე ვთქვი რომ მე ხო არ ვცოდავ და აგერ ჩემს გვერდით ვიღაცა ცოდავს, მაგას კისერით უტეხია. ეს არ არის სწორი. ასე არ არის. ასე ჩვენ ვმსგავსებით სხვადასხვა სექტანტებს, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ ჩვენ ცხონდებით და თქვენ ცეცხლი შევჭამთ.
არა. მე მინდა ღვთის წყალობა ყველა ადამიანისათვის და პირველ რიგში მინდა ჩემი სისხლი და ხორცისთვის, ჩემი სამშობლოსათვის, ჩემი შთამომავლობისათვის მინდა. იმიტომ რომ ჯერ ის არის ჩემთვის ახლობელი და მერე უკვე ჩემს ირგვლივ ყოფი ესა თუ ის ერი თუ კაცობრიობა მთლიანად. იმ კაცობრიობისათვისაც მინდა და თუ კაცობრიობა ვხედავ რომ ცდება, მე კი არ ვამბობ რომ თქვენ ცესხს შთაუნთქი ხართ და რაც გინდა ეს გეკეთებიან. არამედ ვამბობ რომ ღმერთო შეგვიწყალეთ ჩვენ და მოგვეც შენი წყალობა და მოგვაქციე ამ წყალობით. იმიტომ რომ ბრძანებ შენ წყალობა მსურს და არა სასჯელი. და შენი სიტყვა ყველა ადამიანს ეხება. რამე თუ ბრძანებს მოციქული რომ უფალს სურს ყოველთა მოქცევა და ჭეშმარიტებასა მოსვლა. აი ამ საწმუნოების ჭეშმარიტებაში სურს მოვიდეს მთელი კაცობრიობა, რომ გაიგოს ღვთის სიდიადე, მისი სახიერება და მისი სიკეთე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიწყებ ჩემი ერიდან, ჩემი ოჯახის წევრიდან და ვიწყებ ჩემი თავიდან, მაგრამ ჩემი თავის გამკურნებიდან. რამე თუ ცოდვა არის ავადმყოფობა და ეს ავადმყოფობა ჭამს მე და მე ჭირდება გამკურნება. აი ეს უნდა აღიაროთ ჩვენ, ამას უნდა მივხვდეთ რომ დღეს ჩვენ გამკურნება გვჭირდება. მთელ ერს გვჭირდება გამკურნება. ურწმუნოებისაგან, აღვირახსნილობისაგან, ცოდვის ჩადენისაგან, ერთმანეთის მიმართ შურისა და მტრობისაგან, სიძულვილისაგან, ჩვილთა მოწყვეტისაგან დედათა მუცელში, სიძვა და ბრუშობისაგან. ჩვენ ამისაგან გვჭირდება გამკურნება. და ამ კურნებას თუ არა ღვთისაგან ჩვენ სხვა ვერავისგან ვერ მივიღებთ. ვერ მივიღებთ. და ვერ გამთავისუფლდებით. ისე როგორც ბრძანებს წმინდა წერილი, შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება მან განთავისუფლოს შენო. ჭეშმარიტება კი არის ქრისტე. და ამ თავისუფლების მომნიჭებელიც არის ქრისტე და როგორც ბრძანებს წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ თიქოძე, ადამიანი თავისუფალი არის მაშინ, როდესაც ის სიკეთეს ირჩევს. სიყვარულით და სიკეთეც არის ღმერთი. ის არის საწყისი ყოველივე სიკეთისა. ამიტომაც ადამიანი, როდესაც ღმერთს ირჩევს სიკეთეს. და როდესაც სიკეთეს ირჩევს ადამიანი, მაშინ მას უნდა სურდეს ღმერთთან ერთად ამ სიკეთის აღსრულება. ღმერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერე საყვარელი, ღვთის მადლი და წყალობა, წმინდა მოციქულთა მეოხება შეეწიოს საქართველოს და თქვენ ყველას. წირვის დასრულების შემდგომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხს. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგლოცოთ. ჩვენთან ასმენ.